მოგესალმებით. მე ახლა შემოგთავაზებ თქვენ ახალ ვიდეოს 4 დღიან დადებულს რუსულად გადათარგმნილი და კანალ რასკრიტიეს 4 დღის დადებულ ვიდეოს, რომელიც ეხება კონფლიქტს ინდოეთში, ინდოეთს და პაკისტანს შორის, ისრაელს და ბევრ რამეზე. ეს არის ისმაილ პერეზის შოუ. მე მგონია დაგაინტერესებთ, რადგან ძალიან საინტერესოდ ყვება ბევრ რამეს. აბა დავიწყოთ. ისმაილ მიესალმება ყველას ნებისმიერი რანგის, წენის, თვალსაზრისის ნებისმიერ ადამიანებს. და პერეზი ამბობს, რომ მე ახლა მოგიყვებითო თქვენ აგრეთვე იმაზე, თუ როგორ დაავალესო ტრამპს ჩაენერგოდა ბენემისის თავრობაში. და ახლა ტრამპი არის ისრაელის წინააღმდეგი, ხო, ეს ბენემისი არის ისრაელის ალბათ მთავრობის ლიდერი. მე არც კი ვიცი, რა ქვია, ქვეყნის პრეზიდენტს. მე პოლიტიკით არ ვარ დაინტერესებული, მაგრამ პოლიტიკა ზოგჯერ ეხება კოსმოსურ თემებს. და ახლა ტრამპი გამოდის ამ ბენემისის წინააღმდეგ და ამბობს, რომ ისრაელი უნდა იყოს ბოლო ქვეყანა, რომელიც დაეცემაო კაბალას დაცემის შემდეგ. კაბალას სრულიად დაცემის შემდეგ. პერეზი ამბობს, რომ ისრაელის თანამედროვე მცხოვრებლები, რომლებიც შედიან აგრეთვე სიონისტები და რომლებიც მართავენ სახელმწიფო ისრაელს, სინამდვილეში ისრაელს მართავენ როთშილდები და ამას არანაირი ახლო კავშირი არ აქვს სემიტებსთან. აბრაამის, სარას, იაკოვის, ისრაელის შთამომავლობისა, ჭეშმარიტი შთამომავლობა, ეს არის ორი სხვადასხვა საგვარეულო ხალხი, რომლებიც მართავენ ისრაელს, სცენარში არიან ხაზარები და ეკუთვნიან კაინის, ნიმროდის საგვარეულოს შთამომავლობას. თუ თქვენ გაქვთ წანაკითხე საიდუმლო მთავრობა და უხილავი არქიტექტორები, ამ წიგნების ავტორია ისმაილ პერეზი და ის ამბობს, რომ ჩემი წიგნები დენაო ამაზონში. ხო, აგრეთვე ისმაილი ამბობს, რომ დაგეგმილი არისო მზის 3 ამოფრქვევაო. მოდით დავიწყოთ საუბარი გეოპოლიტიკური სცენარით. ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახური არისო მაღალ მზადყოფნაშიო ბოევიკების მუქარას გამო, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეტეოროლოგიური იარაღი გამოიყენება, უпроსტად, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეტეოროლოგიური დანადგარები გამოიყენება როგორც იარაღი ამერიკის წინააღმდეგ. თავარია იყო საქმის ყურში. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა სთხოვა მასონებს დაიცვან სეკულარიზმი საფრანგეთში. თქვენ იცით, როგორც იცითო, მასონები, რომლებიც იყვნენო სინათლის ძმობის წევრები, იყვნენო განდევნილი, უпроსტად იყვნენო დაყრდნობილი ბავარული ილუმინატებითო. ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი და პაკისტანი მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიდი ხნის მოლაპარაკების შემდეგ ორივე ქვეყანასთან. კი, ზოგი ფიქრობდა, რომ პაკისტანი და ინდოეთ შორის შეიძლება მოხდარიყო ატომური ომი. და როგორც მე გითხარითო, გეუბნებოდითო ადრე, ადამიანი, რომელიც მიიღებდა ნობელის პრემიასო მშვიდობის დაყალიბებასთან დაკავშირებით დედამიწაზეო, ეს ისევ გააკეთაო. ალბათ აქ საუბარია ტრამპზე, მან შეძლო მოლაპარაკებოდაო პაკისტანს და ინდოეთს ცეცხლის შეწყვეტის საუბარზე. ახლა კი იმათვის, ვინც არ იცისო, ეს ორი ქვეყანა რატომ მებრძვის ერთმანეთს
მე აგიხსნითო ამას. ეს ორი ქვეყანა არისო განლაგებული ლიტიის მესტერაშენი ლიტია ხო იმ რეგიონში პაკისტანის ტერიტორიის რეგიონში არის ძალიან ბევრი ლიტი ეს არის ნივთიერება ლიტი არ ვიცი ხა ქართულად მოიცადეთ შევეცდები ვნახო ხო ქართულად ყოფილა ლიტი ქართულად ყოფილა ლითიუმი ანუ აქსიდ ლიტია ლითიუმის ოქსიდი ეს ლითიუმის ოქსიდი თურმე გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად ასე ამბობს პერესი ასე რომ ისე ამ ორი ქვეყნის შორის კონფლიქტისა რომ ორივეს აქვს წვდომა ამ ლითიუმის საბადოებთან ამ ლითიუმის საბადოები უпроსტად ამ ლითიუმის საბადოების ნაწილი განლაგებულია პაკისტანის ტერიტორიაზე, ნაწილი განლაგებულია ინდოეთის ტერიტორიაზე. აი ამიტომ იბრძოდნენ ისინი. ხო, ომი ინდოეთ და პაკისტანს შორის უნდა ყოფილიყო ნეგატიური სცენარის აღსრულება, მაგრამ ჩვენ სანერვულო არაფერი გვაქვს ამბობს ისმაილ პერესი. ჩვენ თანაბრად მივდივართო პოზიტიური ტრაექტორიის მიხედვით დღევანდელი ისრაელის სახელმწიფო არ არის ამერიკის მოკავშირე. ხო, რას ეთქვით მეგობრებო იმაზეო, რომ პიროვნება ესე იგი ტრამპი სანამ ეს წლები იკატუნებდაო თავს რომ იყო კარგ ურთიერთობაში იმ ისრაელის პრეზიდენტთან არ არისო გამონაკლისი იმისა რომ მან მიიღო იუდაიზმი ეს არისო კი დასაშვები რომ მან მიიღო იუდაიზმი ალბათ ეჭვები აქვე ის რომ ისინი თავზე იხურავენ იამაკოს ალბათ ის მგრალი ქუდები რომა აქ პატარა კენწეროს ფარას ხოლოთ თავის კენწეროს მგრალი ქუდები ხომ იცით ხო და ეს ყოფილა ამ პიროვნების ტუს ამერიკის წარმომადგენლის ტუს გეგმა რომ ნეტანიაჰუს ებრაელის ახალ პრეზიდენტმა არის ახალდელია თუ რომელი ნეტანიაჰუს ნდობაში შესულიყო глубинном государстве, но и был ალესმა იცოდა რომ ნეტანიაჰუ იყო ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სიღრმისეულ სახელმწიფოში და ეს კაცი არის მონაწილე თუ არა ეს კაცი არის ამ კაცავად ხო იმასა რომ ვიცი ყოფილა ხო ეს კაცი ყოფილა ერთ-ერთი პირი რომელმაც იქონია გავლენა რომელსაც აქვს კავშირი 11 სექტემბრის ტერაქტთან რომელიც მოხდა 2001 წელს ამერიკაში როდესაც ორი ტყუპი ცათაბჯენი ჩამოანგრიეს ამერიკის პრეზიდენტმა გაწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა ამ ნეტანიაჰუსთან ხო ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ ისრაელი ყოფილა კაბალას ბოლო იმედი და ეს დაეცემა მალე ხო ამერიკის პრეზიდენტი
ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ექნება კონფერენცია, სადაც ის მოყვება თუ როგორ გაწყდა ურთიერთობა ამ ნეტანიაჰუსთან. და ამ კონფერენციაზე ტრამპი არის მზად გახსნა საიდუმლო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე. თუ რა მოხდა? არის მტკიცებულებები, რომლებიც მივიღეთ სამხედრო ელებისაგან, რომ 11 სექტემბრის ტერაქტში ღებულობდა მონაწილეობას ნეტანიაჰუ. И очевидно было причастно. ხო, ამ ხაზარებს, ამ ცრუ ებრაელებს უნდათ ამერიკის თავისუფლების განადგურება და მათ შეძლენ იქ თავისი ხალხის ჩანერგვა და ისინი მონაწილეობდნენ სასტიკ ამერიკული დემოკრატიის სასტიკ განადგურებაში. ხოლმე მინდა ვთქვაო, ამბობს პერეზი, რომ თანამედროვე ებრაელებს, რომლებიც ცხოვრობენ ისრაელში, არანაირი კავშირი არ აქვენო სემიტებთან. ბოლო დღეებში მოხდაო დრამატული ასე ვთქვათ შედეგი, რომელმაც შეარყია ბევრი წარმომადგენელი ხელისუფლებისა. ტრამპი გამოვიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, ემინი ნეტანიაჰუს წინააღმდეგ. ისრაელი არისო ბოლო რუკა, რომელსაც გაითამაშებსო კლიკი. ეს კლიკი არის ორგანიზაცია და ერთ-ერთი მონაწილე ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო მონაწილე ბევრი კონფლიქტების გამწვავებაში. Ну и глобалистский. ტრამპმა იცოდა, რომ ნეტანიაჰუ იყო სიღრმისეული მთავრობის პეშკა და იყო კავშირში მაფიოზურ საგვარეულო ხასთან, როჩილდებთან, რომლებიც იყვნენ არქიტექტურები დღევანდელი სიონიზმისა. თანამედროვე გადახვევები და მეგობრული შეხვედრები და სახალხო გადახვევები ხომ ხდება, რომ ხდებიან ორი ადამიანი, ორი ქვეყნის წარმომადგენელი სახალხოდ ეხვევიან ერთმანეთს, ხელებს ართმევენ და ეს გადახვევა იყო მოჩვენებითი ტრამპის მხრიდან, რადგან ერთ-ერთი ომის ერთ-ერთი ხელოვნება არისო ის, რომ შენი მეგობრები ყავდესო ახლოს, მაგრამ შენი წრები უფრო ახლოს უნდა ყადესო. მეც ბევრჯერ გამიგონია ასეთი გამოთქმა. Всё в порядке. და ტრამპმაო ტაქტიკის ოსტატმაო იდეალურად შეასრულაო ეს როლი. იდეალურად ითამაშაო ეს როლი. მისი ისრაელში ვიზიტი 2017 წელს და მისი აღიარება, რომ იერუსალიმი არის ისრაელის დედაქალაქი, ეს არ იყო ბრმა ხარდაჭერის ნიშანი, ეს იყო უბრალოდ ტაქტიკური სვლა ტრამპის მხრიდან. ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი თეთრი ქუდებით, რომლებიც მოქმედებდნენ კულისების მიღმა. და ის რომ ვითომ ტრამპმა შეიწვალა თავისი წმენა, გადავიდა იუდაიზმში, ეს იყო ერთ-ერთი სვლა, მისი ტაქტიკური სვლა. და სინამდვილეში ის არის კათოლიკე ქრისტიანი. ტრამპმა ადრე გაიგო, რომ ისრაელი იყოფებოდაო სიონისტების კონტროლის ქვეშ და იყენებდნენ ნეტანიაჰუს და აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ბიბლიური მიწა ძველი აღთქმისა, არამედ იყო ბოლო პლაცდარმი სიღრმისეული მთავრობისა. ისრაელს ჰქონდა ფარული კავშირები ნიმროდთან და ბანკირებთან და ჩრდილოვანი სამხედრო
ეგრეთ ვთქვათ ბიზნესმენებთან ჭყალებში. ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო იყო შექმნილი 1948 წელს მანიპულაციის და იძულებითი გზით და გახდა ცენტრალური კვანძი საჯაშუშო საქმიანობისა ყველა ქვეყნისა, რის შედეგად გაჩნდა ფინანსური სისტემის შანტაჟი ახლო აღმოსავლეთში. ტრამპმა აგრეთვე იცოდა, რომ ნეტანიაჰუ მოქმედებდა ამ გლობალისტების კარნახით და ეს ნეტანიაჰუ თამაშობდა მთავარ როლს ამ ორგანიზაციის მუშაობაში და ჰქონდა კავშირები 11 სექტემბრის ტერაქტთან. ისრაელის разведка ისრაელის საჯაშუშო სააგენტოები იყვნენ ჩათრეული ძირფესვეულად ჩათრეული ტერაქტებში. ნეტანიაჰუ კი იყო ცენტრალური ფიგურა. ის სინამდვილეში თანამშრომლობდა ნაცისტებთან, იეზუიტებთან, ასე რომ ის თანამონაწილე მარტო კი არ იყო, არამედ ის იყო ორგანიზატორი, ის მართავდა დასავლურ საჯაშუშო ორგანიზაციებს იმისთვის, რომ გაიჩაღა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ომს, უბრალოდ ომებს ტერორიზმის დახმარებით. ის კი არა ბუშის ადმინისტრაცია იყო მასთან მოლაპარაკებაში, ხო ჩათრეული ამ საქმეში. ეს ომი ტერორიზმთან დაკავშირებული ომი, რომელიც იყო ყალბი, იყო საჭირო იმისთვის, რომ სინამდვილეში სუვერენული სახელმწიფოები რომ წნეხის ქვეშ ყოლოდათ და გამდიდრებია სამხედრო ლიდერები და ვაჭრები და უნდათ გაეფართოვებიათ სიონისტური იმპერია ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ახლა უკვე მათი იმპერია ინგრევა, ამიტომ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ისრაელი იქნება ბოლო ქვეყანა, რომელიც დაეცემა სანამ იახას კავშირი აღმოაჩენს გახსნის ახალ ერას და მოხდება ჭეშმარიტი სრული განთავისუფლება პლანეტა დედამიწისა. ხო და ახლა როდესაც იმპერია ინგრევაო, ჩვენ გახდებითო ისრაელის დაცემის მოწმე. ტრამპი გამოვიდა ნეტანიაჰუს წინააღმდეგ არამხოლოდ პირადი თვალსაზრისიდან, მაგრამ როგორც სიმბოლო უფრო მასშტაბური ოპერაციისა სიონურ პროექტის დაშლასთან და სიონური პროექტის მოქმედების წინააღმდეგ, რომელსაც ათ წლეულობის განმავლობაში კაცობრიობა ყავდა მონობის დონეზე. ისრაელის თანამედროვე წარმომადგენლები არ არიან ბიბლიური წინაპრების შთამომავლები, არამედ არიან თვითმარქვიები, როგორც არის დაწერილი ბიბლიაში გამოცხადების მეორე თავში, ცრუ ებრაელები მეხუთე მუხლში და გამოცხადების მეათე თავის მეცხრე მუხლში, ეგრეთ წოდებული ებრაელებიო არ არიანო ბიბლიური ებრაელების შთამომავლობა, არამედ არიან სატანას სინაგოგის შთამომავლობა. აი ისინი ვინ არიანო? ისინი არიანო სატანას სინაგოგის წარმომადგენლები. ისინი არ წარმოადგენენ სემიტურ ერს. ისინი არიან ხაზარების შთამომავლობა,
რომლებაც რამდენიმე საუკუნის წინ მიიღეს იუდაიზმი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლობის მიღების გამო, ხო, და ტრამპი და თეთრი ქუდები აპირებენ ამ ბოლო, კაბალას ბოლო ბასტიონის დანგრევას. ისრაელი, რომელიც ადრე ითვლებოდა ხელუხლებელი ქვეყანა, ახლა გახდა დომინოს ბოლო კენჭი, რომელიც ცაცა დაეცემა. და როდესაც ეს მოხდება, სამყარო გახდება მოწმე როჩილდების საბანკო იმპერიის დაცემის. მოხდება ტექნოლოგიების გახსნა, დამალული ტექნოლოგიების წარდგენა, Мира, в котором ისრაელის დაცემა იქნება სიმბოლური დაცემა იმ სამყაროსი, რომელიც მართავდა დედამიწით და აჩაღებდა კონფლიქტებს და ომებს. და ამის შედეგად დადგება ახალი ერი მთელი კაცობრიობისთვის. ებრაული ხალხის განთავისუფლება, კაცობრიობის, დედამიწის კაცობრიობის განთავისუფლება კაბალას მონობისაგან უკვე ძალიან ახლოსაა და ტრამპი ამ მომენტისთვის დგანაო ამ მოვლენების მოხდენის ცენტრში და სხვათა შორის პანდორას ერთ-ერთ ვიდეოში პანდორამ თქვა, რომ მე დამავალეს, ჩემი ასპეტს დავალესო ტრამპის დაცვა და პანდორას ასპეტი ყოფილა ტრამპის დაცვაში. ამიტომ ყველაფერი უნდა წაიკითხო, ყველაფერს უნდა მოусმინო, რომ როდესაც დაუშვა რამე ინფორმაციას გაიგებ, უცებ გაგახსენდება, როდესაც გაქვს თავში ინფორმაცია, უცებ ამოტივტივდება მაგალითების სახით. მაპატია ცოტა ბნელა ახლა ხამდება და შუქი არ ამინთია. ასე მერჩევნია მამშვიდებს. თან ჩანვარ მაინც, თავარია ჩემი ნათქვამი მოისმინოთ. ხო და ახლა პერეს უნდა თქვას, თუ რას უნდა ველოდო ჩვენ, მან ხომ თქვა ვიდეოს დასაწყისში, რომ არის მოსალოდნელი 3 ამოფრქვევა და რა არის მოსალოდნელი ამ ამოფრქვევის შედეგად. კაბალამ ყველაფერი შეცვალა და გამოიყენა თავის სასარგებლოდ, ისევე როგორც გერმანელებმა გამოიყენეს სვასტიკა. სვასტიკა არ იყო გერმანელების ნიშანი. სვასტიკა ეს ესე იგი კოსმოსში არის 2 სვასტიკა, ერთი პატარა, ერთი დიდი. და ერთი სვასტიკის ერთ-ერთ სახელურში ვცხოვრობთ ჩვენ. არის განლაგებული ჩვენი მზის სისტემა და საერთოდ სვასტიკა მეოთხე სეზონში ნიშნავს თავისუფლებას. გერმანელებმა კი ეს სიმბოლო გამოიყენეს თავისი ნაციზმის შესაქმნელად და გასავრცელებლად. სვასტიკა ყოველთვის სიმბოლიზირებდა 4 მიმართულებას. პერესე ამბობს, რომ მე მაქვსო გალაქტიკური საბჭოს ანგარიში და მინდა თქვენ ამის შესახებ იცოდეთო, თუ რა მოყვებაო ამ 3 ამოფრქვევას, მზის ამოფრქვევას და როგორ მოხდებაო აღმავლობა. ამის შემდეგ რა მოხდებაო, როდესაც ჩვენ გადავალთო ახალ მიწაზე. ჩვენ უნდა გავიგოთო, თუ რას ნიშნავსო 3 მზის 3 ამოფრქვევა. 3 ტალღის ამოფრქვევა, კონცეფცია ამ 3 ტალღის ამოფრქვევას, რომელსაც უწოდებენ ხშირად განცალკევებული მზის ამოფრქვევებს, ხდება მნიშვნელოვანი სულიერი გახვეწების პროცესში და კოსმოსური ევოლუციისთვის ყოველი მზის ამოფრქვევა იქნება უფრო ძლიერი ვიდრე წინა, მაგალითად, ხომ ამბობს პერესის 3 ამოფრქვევა უნდა იყოს, ესე იგი პირველი როდესაც მოხდება, მეორე ამოფრქვევა პირველზე ძლიერი იქნება, მესამე ამოფრქვევა მეორეზე უფრო ძლიერი იქნება. ესე იგი ყოველი მომდევნო იქნება წინაზე ძლიერი. მათი მიზანი არის დაეხმარონ კაცობრიობას, მით უმეტეს იმათ, ვინც ფლობს ვარსკვლავურ ენერგიას
და დაეხმარონ სულიერად გამოხუცებაში მყოფ ხალხს, ესე იგი დნმ-ის მძინარე ნაწილების აქტივირება იმისთვის რომ მიაღწიონ მაღალი ცნობიერების დონეს, მოდითო ვისაუბროთო მზის ამორქვევების მექანიზმზე. პირველი ამორქვევა ექვემდებარება, ესე იგი დაეხმარება გლობალური გახვეწების, როგორ გითხრათ, ესე იგი პირველი აღმოფხვრება იმოქმედებს გლობალურად კაცობრიობის გამოხუცებაზე, რომელიც მოხდება ამ წელს, ესე იგი პირველი მზის ეს ძლიერი აღმოფხვრება უნდა მოხდეს ამ 2025 წელს. თუმცა ამ ამორქვევის ენერგია იქნება ძალიან ძლიერი, მაგრამ პირველ რიგში ეს ამორქვევა ჩართავსო ვასკულარული თესლების აქტივაციას, რომლებიც უკვე მზად არიან ამ აქტივაციისთვის. ეს აღმოფხვრება, მზის ამორქვევა აგრეთვე აქტივირებას გაუკეთებს დნმ-ის მძინარე ნაწილებს, თანდათანობით დაიწყებს ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც მისცემს ადამიანებს საშუალებას შეეჩვიონ და აეწყონ ამ მომდინარე ენერგიებთან, როგორ გითხრათ, ხო, ენერგიებთან, ამ მომდინარე ენერგიებთან აეწყონ. პირველი აღმორქვა გამოიწვევს ყველაფარული ინფორმაციის გახსნას, რომლის გახსნა მოხდება, რომლის გახსნა დაკავშირებულია თეთრი ქუდების საქმიანობასთან. ყველაფერი მიდის გეგმის მიხედვით. მეორე მზის ამორქვევა არის უფრო ძლიერი და უფრო სიღრმისეული, გააძლიერებს ამ ტრანსფორმაციას და დაეხმარება ადამიანებს მოებზადონ გადასვლისთვის და ხო, გადასვლისთვის და ახალი ცხოვრების გადაქმნაში. მეორე ტალღის დროს ისინი, ვინც არ იყვნენ მზად პირველი ტალღისთვის, მეორე ტალღის დროს შეძლებენ თავისი ენერგიების აწევას და ინტეგრირებას. დნმ-ის აქტივაცია გაგრძელდება მეორე აღმოქმნის დროს, რაც გამოიწვევს ექსტრასენსორული უნარების გაძლიერებას, რომელიც მიიყვანს უფრო სიღრმისეული ინტუიტურ გაგებამდე და ირჩევოდეს იქნება უფრო ამ ერთიანობის შეგრძნება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ქრისტე ცნობიერებას. მესამე და ბოლო აღმოფხვრება იქნება ყველაზე ძლიერი და ყველაზე გადაქმნადი. ეს მესამე აღმოფხვრება სრულიად გაუკეთებს სრულ აქტივაციას იმათ, ვინც მოემზადა სულიერად, მოემზადა მენტალურად და ფიზიკურად. ამ მომენტისთვის კაცობრიობის დიდი ნაწილი, ესე იგი, აწევს თავის სიხშირეს იმ დონემდე, რომ შეძლებს გადავიდეს სრულიად ახალ დონეზე და გახდნენ კოსმოსური არსებები, სინათლის და სიბრძნის კოსმოსური არსებები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო ამოფრქვევა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ბოლო აღმოფრქვევა გაყოფს დროის ხაზებს. ხო, გაყოფსო დროის ხაზებს. და იმ დროისთვის ყველა развлечения. ერთი წუთით. უნდა მავიწყდა. ხო, ეს ყველა საიდუმლოს მოიხსნება ფარდა. Которые вот произойдут, уже случатся. და საცა უნდა მოიხსნას ყველაფერს ფარდა, ყველა საიდუმლოს. მაშ რისთვისაო საჭირო ეს სამი ტალღა. ამისთვის არისო მიზეზები. ხო და შეიძლება მოეჩვენოს ვინმეს, რომ ერთი მზის ამოფრქვევა იქნება საკმარისი აღმავლობისთვის.
მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უფრო მეტად რთულად ასაქმე. ადამიანები, რომლებიც დაიბადა დედამიწაზე და მოფრინდნენ სხვა პლანეტებიდან, ისინი არიან სხვადასხვა დონის, უпроსტად განვითარების სხვადასხვა დონეზე. მზემ დაუშვა თავისი მთელი ენერგეტიკული პოტენციალი, რომ ერთდროულად გაენთავისუფლებია ერთჯერადად. ამის შედეგები იქნებოდა კატასტროფიული. ასევე როგორც პლანეტის ეკოლოგიური ბალანსისთვის. და აგრეთვე იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არის მზად ამდაგვარი შედეგებისთვის. ამიტომ ეს მზის ამოქმედის სამი ტალღა ემსახურება აღმავლობის ეტაპობრივ გადასვლას. ეს დაყოფილი ეტაპობრივად სამი მზის აღმოფხვრა აძლევს დროს ადამიანებს იმისთვის, რომ ადაპტირება მოახდინონ და განვითარდნენ უფრო მდგარ ტემპში. და ბოლოს ვადა 2028 წელი. პირველი ტალღა მოხდება ამ წელს, 2025 წელს, ხომ ეს ეტაპობრივი აღმოფრქვევა თავს აადიდებს დედამიწის დანგრევისაგან, დედამიწის გარსის დანგრევებისაგან, ასევე ფიზიკურად დანგრევებისაგან, არ იქნება ისეთი ძლიერი მიწისძვრები. კი, ცოტა ყველაფერი იქნება, მაგრამ იმ მასშტაბში არა, რომელმაც შეიძლება გაანადგუროს კაცობრიობა და დაანგრიოს დედამიწა, დაშალოს დედამიწა. ეს ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ არც ერთი სული არ დარჩეს უკან. და ამ პროცესის დროს დიდ მნიშვნელობას თამაშობენ ის ვარსკვლავური სულები, რომლებიც მოვიდნენ დედამიწაზე დასახმარებლად. ეს არსებები ატარებენ თავის თავში მძინარე დენების ძაფებს, რომლებშიც დაკოდირებულია კოსმოსური ცოდნები და უნარები. მზის აღმოფრქვევები გაკუთვნილია ამ კოდების აქტივაციისთვის, რომ ვარსკვლავურმა თესლებმა შეასრულონ თავისი გამტარებლის როლი. Во время восхождения человека. აგრეთვე მარტო გამტარებლები კი არა, აგრეთვე როგორც კურნალები და სინათლის გამავრცელებლები. და ეს ზის სამნაწილად, ამ ზის აღმოფხვრევის სამნაწილად დაყოფა, ამ ტალღის სამ ტალღის ნაწილად დაყოფა საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს ეტაპობრივი თანდათანობითი გადასვლა დიდი ზარალიზაციანის მიყენების გარეშე. ხო, ეს თანდათანობითი გადასვლა დაიცავს კაცობრიობას და პლანეტას არასაჭირო ჟღერებისაგან და სტრესისაგან. ეს იყო ნაწილობრივ მეტყველი და ამას ახსენეს სხვადასხვა დასახელებით, ამას ჰქონდა სხვადასხვა სახელწოდება, როგორც ოქროს საუკუნე, როგორც ვადალეის ერა, როგორც განწმენდა, როგორც გადასვლა და ასე შემდეგ. როგორც უფლის დღე, როგორც ეპოქების შეცვლა, როგორც ქრისტეს მეორე მოსვლა. ჩვენი პლეადენელების ოჯახი, რომლებიც ბიბლიაში ნახსენები არიან როგორც ანგელოზები, ბრუნდებიან იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმარონ ამ უდიდეს ტრანსფორმაციაში, ადამიანის კაცობრიობაში. უტოლდოდ ამას ესე იგი ძრევა, მაპატიე თუ ცოტა სხვანაირად გამომივიდა, რა დროსაც მოხდება მომენტალური გადასვლა მესამე სიმჭიდროვიდან მეოთხე მეხუთე სიმჭიდროვეში და ყოფილა კიდევ მესამოცე სიმჭიდროვე, დედამიწის მესამოცე სიმჭიდროვე. კოსმოსში დედამიწა არის ცნობილი როგორც უდიდესი სკოლა, სადაც სამყაროების სულები გადიან სწავლებას, გადიან ექსპერიმენტებს, გამოცდილებას თავისი ნებით, რომელიც ეხმარება მათ ნიჭიერ სულებთან ერთად
განვითარდნენ სულიერად, გაიზარდონ სულიერად, რომლებიც იბადებიან ბუნებრივი გზით დედამიწაზე. არის სხვაობა ახალგაზრდა და ძველი სულებს შორის. ჩვენ ვიყოფებით კონტროლირებად გარემოში, სადაც არის აგრეთვე ნებისყოფა და სადაც არის ეს დაბრკოლებები, რომლებიც შედის ჩვენი სულის გეგმაში, ჩვენი სულის განვითარების გეგმაში, რომელიც ჩვენ თვითონ დაგეგმეთ. ამ სამყაროში არის სიცრუე და ტყუილი, მაგრამ აგრეთვე არის სინათლის ძალებისგან დახმარება, რომლებიც ჩვენ გვიცავენ გარე მუქარისაგან. ამიტომ ამ ძრევის მომენტში ადამიანები მიატოვებენ დაბერებას, ავადმყოფობას, სიკვდილს და მიიღებენ ახალ უნარებს. იქნება ინფორმაციის სრული გახსნა მთელი დედამიწის მასშტაბით, იქნება პასუხები ყველა შეკითხვაზე. დედამიწელები შეხვდებიან ბევრ galaktikურ ერებს და ჩვენ გავხდებით galaktikური ცივილიზაციის ნაწილი. ეს იყო ნაწილასამეტყველი, მიტიერი სულები და ვარსკვლავური სულები გადაიტანენ ამ ძრევას ერთად, მაგრამ რადგან ვარსკვლავური თესლები უკვე არიან აღმავლური სულები, არსებები, რომლებიც დაუბრუნდნენ დედამიწას და უნდათ მიიღონ ისე მეორე მონაწილეობა დედამიწის აღსვლაში, რომლის აღმავლობა არის გაკუთვნილი დედამიწელებისთვის და ეს განწრევა არის ისტორიად, რომელიც თქვა, არის დედამიწური ყოფის დასრულება მესამე სიმჭიდროვეში. ამიტომ ჯერ კაცობრიობა უნდა გადავიდეს მეოთხე განზომილებაში, მეოთხე სიმჭიდროვეში, რომ თანდათანობით მოხდეს მათი განვითარება. და უფრო ძველი სულები, ვარსკვლავური სულები შეიძლება სტომის მიღება მეხუთე განზომილებისკენ და უფრო მაღალ განზომილებებისკენ. ჩვენი აღმავლობა დაკავშირებულია კორონალური მასების აღქმევასთან მზეზე ციკლების მიხედვით. ეს იყო გეგმა, რომელიც იყო დამუშავებული galaktikuri ფედერაციით 1000 წლეულების წინ, რომელსაც უწოდებენ ახლა galaktikuri ალიანს, მაგრამ ადრე ეს ალიანსი ამას ეწოდებოდა galaktikuri სამყაროების ფედერაცია. აღმავლობა იყო ნაჩუქარი ბევრ სამყაროებისთვის, რომლებაც მიაღწიენ მომზადების წერტილს და დედამიწა ერთ-ერთი მათგანია და ვინც ახლა ამ მომენტისთვის ცხოვრობს, გახდებიან ამის მოწმეები. დედამიწა ყოველთვის იყო უნიკალური ადგილი, რადგან ბევრი წარმომადგენელი galaktikuri ფედერაციისა განსახიერდებოდნენ დედამიწაზე კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. ის, რასაც ჩვენ თვლიდით კაცობრიობის ისტორიად, სინამდვილეში არის უფრო მასშტაბური სურათის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც galaktikuri ისტორია. ესე იგი, ჩვენ ყოფილვართ galaktikuri ისტორიის ნაწილი. თუ ვინმე არ წაუკითხავს ჩვენ კოსმოსურ წარმომავლობაზე, აი მაგალითი. ოღონდ კითხვა იმაშია თუ რატომ მაინდამაინც ახლა. საქმე იმაშია, რომ ჩნდება და ვითარდება ბევრი ახალი ტექნოლოგიები, პირდაპირ კავშირი ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას კოლექტიურ ცნობიერებაზე. ხელოვნურმა ინტელექტმა ბევრ დარგში შეცვალა ადამიანები იმ უხუცესების ნათქვამების, იმ უხუცესების ნათქვამით, რომლებიც არიან ჩვენი სამყაროს დამცველები. უხუცესების რასა არიან კაცობრიობის მცველები. ადამიანებმა გაიარეს ყველა გამოცდილება არა. ადამიანებმა გაიარეს испытания. ვერ გავიხსენე სიტყვა. კარგით, მიდით ხა მე დროს ადაკარგავ ამაზე. მიხდებით. ხო, კაცობრიობამ გამოიარა გამოცდილება, რომელიც საჭირო იყო განვითარებისთვის. სავარაუდოდ იქნება 3 მიწა, დედამიწა,
იქნება დედამიწა მეოთხე განზომილების, დედამიწა მეხუთე განზომილების და იქნება ხელოვნური, ტექნოკრატიული, კიბერნეტიკული, ანტიუტოპიური დედამიწა. ადამიანები, რომლებიც დარჩებიან დედამიწაზე ამ ძრევის შემდეგ, ნახავენ, როგორ გაქრებიან მილიონი ადამიანები ერთ წამში, პირველი წუთი და საათები ძრევის შემდეგ, ესე იგი იმ ძრევას რატომ უძახი ამას მე, მომენტალურად მოხდება ეს გადასვლა. ეს მომენტი მოიცავდეს იქნება პანიკა და შიშს, მოსაკვირველი ახლა ადამიანი ხედავს, რომ რაღაც მისთვის აუხსნელი მოვლენა ხდება. ეს ბუნებრივი ადამიანს რომ შეეშინდეს და ჩავარდეს პანიკაში. მაგრამ მაინც თავს უნდა სძლიოთ. გაჩნდება ბევრი ახსნა, ყველაფრისა და რასაკვირველია, ეს დაბრალდება უცხო პლანეტელებს, ეს გაქრობა ადამიანის გაქრობა დაბრალდება უცხო პლანეტელებს, თითქოს ისინი მაგათმა გაიტაცა ეს ხალხი. ადამიანები ძალიან დაბალი ვიბრაციით ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას. ან ბოროტი სატანური ადამიანები, ელიტები, მკვლელები, პედოფილები, მოძალადეები, დამნაშავეები, ყველაზე მოძულე ადამიანები და თუ ადამიანები არ ეკუთვნებიან ამ კატეგორიებს, რომელიც ახლა ჩამოთვალა პრესმა, მათ სანერვიულო არაფერი არ აქვთ. ადამიანები, რომლებიც ცდებიან, მაგრამ აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ განვითარდეს, გადავლიან მეოთხე დედამიწაზე. არავინ არ დარჩება უკან, რადგან ყოველი ადამიანი, რომელიც აცნობიერებს თუ რა მოხდა, რომელიც გააცნობიერებს თუ რა მოხდა, შეუძლია ნებისმიერ დროს გააკეთოს არჩევანი და ახმავლობა მოხდეს მისი. ამიტომ იქნება ახლა სამი ტალღა. ყველაფერი რაც არის საჭირო, ეს აღიარა რომ არის სინათლე, რომელსაც ისინი მიმართავენ საჭირო დროს. ნიშნულობა არ აქვს, როგორ მიმართავენ მას, ღმერთს უწოდებენ უფალს თუ სხვა რამეს. მათ გულის ჩაკრაში ჯერ კიდევ არის სიყვარული და ეს ჩაკრა შეიძლება იქნას აქტივირებული და როდესაც ესე იგი ჩამორჩენილი ადამიანი გააცნობიერებს, რომ სხვება მოახდინა ახმავლობა, მათაც მოუნდებათ ახმავლობა. მომენტალურად ის აღმოჩნდება არაფიზიკურ მდგომარეობაში, არაფიზიკურ სიმჭიდროვეში. სრულიად გაიღვიძევს და გააცნობიერებს მას, მისცემენ საშუალებას გააკეთოს არჩევანი, ხო, გააკეთოს ეს გადასვლა თავის ფიზიკურ სხეულში, ან გამოვიდეს განსახიერებიდან და დაიბადოს უკვე ახალ სხეულში, იმ ახალ სამყაროში. ახალი მიწა ნიშნავს მეოთხე მეხუთე განზომილებას და მეექვსე განზომილებას. ინფრასტრუქტურა და ძალისხმევები არის, ისინი არსებობენ და ჩვენთან ერთად პარალელურად არსებობენ უკვე 2 აპრილიდან 2025 წლიდან. როგორც თქვა galaktikurმა ალიანსმა და როდესაც ჩვენ როგორც იქნა ამას ვიგრძნობთ, ეს ნიშნავს იქნება იმას, რომ ჩვენ გავედით კარიბჭე იმ მომენტისთვის, როდესაც დედამიწა, ახალი დედამიწა იყო პირველად შექმნილი. მოდით ვისაუბროთ კარიბჭეებზე. გაიგეთ, რომ დედამიწაზე მარტო ბუნებრივი კარიბჭეები კი არ არის, რომლებიც აქტივირდება ამ გზის ამოფრქვევების მომენტში, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ყოველი თვენთაგანი წარმოადგენს კარიბჭეს. ეს აგრეთვე ხსნის იმას, ჩვენ ვარსკვლავური თესლები რატომ ვართ გავრცელებული, გაფანტული მთელ პლანეტაზე. ამ კარიბჭეების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გადაადგილება მეოთხე, მეხუთე, მეექვსე განზომილებების მიწებს შორის, დედამიწას შორის და უკან და გადასვლის პერიოდში იქნება სიგნალი კარიბჭის ენერგიისა და სინათლისა, რომელიც გაცატყმანდეს იქნება მთელ პლანეტას, როდესაც გაიღება ვარსკვლავური კარიბჭეები და ადამიანები გადავლიან. ადამიანები მოახდენენ გადასვლას ამ ვარსკვლავური კარიბჭეების დახმარებით. ამდაგვარად იქნება დაყენებული სიხშირე, რომლის დახმარებით დედამიწა შეძლებს უფრო მაღალ განზომილებაში გადასვლას. ყველა სულს აქვს ენერგეტიკული კარიბჭე, რომელიც გაიხება ენერგეტიკულ ვიბრაციაში. პორტალები არის სინქრონიზირებული ყველა სხეულებთან, უკაცრავად ყველა კრისტალებთან. მათ ჩათვლით არიან 154 სინათლის მუშები, რომლებსაც აქვთ
სპეციალური კადიროვკა. პლანეტის გარშემო განლაგებულია კრისტალების ბადე, ცოცხალი კრისტალების ბადე. როდესაც გაიხება კარიბჭეები, ცა შეიცვლის ფერს, ცა იცვლიდეს იქნება ფერს, გამოჩნდება ხომალდები სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა ზომის. ხომალდები დასხდებიან სპეციალურ მათთვის გაკუთვნილ ადგილებში. სიზონში იქნება საჯარო გამოსვლები, რომლებიც დაიწყება ვენერიანებისგან, პლეიადებიდან. უბრალოდ სამყაროს დეტალები, წვრილმანები შეიძლება განირჩეოდეს როგორც მანდელას ეფექტი. ჩვენ ვიცხოვრობთ რეალობაში მანიპულირების ბნელის ძალებისგან მანიპულირების გარეშე. კრისტალები ეს არის სულები სხვადასხვა ფორმაში და ფლობენ ცნობიერებას. ამიტომ ეს კრისტალები იყო შექმნილი ყველგან, ეს კრისტალები ყველგანაა განლაგებული და ეს კრისტალები იყო შექმნილი იმისთვის, რომ იყონ ნებისმიერი სიცოცხლის გვერდით. ყველა სიჭიროებში და განზომილებებში, რომ დაეხმაროს სისხლების გამოსხივებაში, ცნობიერების ამაღლებაში, დაეხმაროს ცნობიერების ამაღლებაში ყოველ ცოცხალ არსებას. კვარცი არის ყველაზე ძლიერი გამტარებელი სულიერი ცნობიერებისა. მე ვგულისხმობ სულიერ ურთიერთობას, ენერგიას, ხმებს, ხმოვან ურთიერთობას Аналогии на кораблях. ოკეანებში, უდაბნოების ქვეშ, ყინულების ქვეშ, მთების ქვეშ არისო კრისტალური გადამცემლები, სიმაღლით 200-დან 300 ფუტამდე. ისინი არიან სამკუთხედის ფორმით, სიმაღლით 200-დან 300 ფუტამდე და ისინი არიან 1000-ობით განლაგებული ყველგან. ორი კრისტალი დგას იდეალურად სწორად და ამოიწევა ამ განძრევის მომენტში მიწისძვრები, ცუნამი, ურაგანები, ქარიშხალების ან დედამიწის ბუნებრივი მოძრაობის შედეგად ამ კრისტალების მდგომარეობა სულ იცვლება. ამიტომ როდესაც ხდება ძრევა და სინათლის კარიბჭეები ავლენს თავის მოხდენას დედამიწაზე, მთელი განთავისუფლებული ნეგატიური ენერგია იქნება მოცილებული და იქნება გაგზავნილი შავი ხვრელის დახმარებით ირმის ნახტომის გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრისკენ. შილდოსანის ვარსკვლავეთში. არა, ეს შავი ხვრელი არა, ეს არის გალაქტიკური ცენტრალური მზე, რომელიც ბრუნავს და ავრცელებს, აფრქვევს საციცოცხლო ძალას, სამყაროს საციცოცხლო ძალას, ცენტრაბიერს მოუბრაზავ. ესე იგი, წრიული მოძრაობების, მაგრამ მიწიერი მეცნიერებისთვის სასაკურველია ის გამოიყურება როგორც შავი ხვრელი. როდესაც ამ სინათლის კარიბჭე შემოდის და იფანტება მთელ დედამიწაზე, ყველაზე დიდი კარიბჭე შთანთქავს მთელ დარჩენილ ენერგიას, დედამიწის სიმჭიდროვის ცვლილებისა, სამყაროს სიმშვიდის და მშვიდობის სამყაროს სიმშვიდი და მშვიდობით. დედამიწა და მისი მობინადრეები შეიცვლებიან, როდესაც სულები ამ სინათლეს წაიღებენ ახალ დედამიწაზე. დარჩენილი მიწა იგრძნობს, რომ სიკვდილი მოახლოებულია, მაგრამ გალაქტიკები, რომლებიც არტოვებენ მარტო არავის, დაგეგმავენ სიცოცხლის განახლებას. ესე იგი, ის ბნელი ენერგიის ნარჩენი დედამიწიდან იქნება ამოგდებული ზევით და გარეთ დედამიწის მიღმა, როდესაც კარიბჭეები მიიღებენ სიკვდილის ენერგიას და სიბრძნელის ენერგიას, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ჰარმონიული და ახალ დედამიწაზე სინათლე განვითარდება სინათლეში, ახალ დედამიწაზე სიცოცხლე განვითარდება სინათლეში. ახალ დედამიწაზე იქნება ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ აქ ძველ დედამიწაზე, მაგრამ ყველაფერი იქნება სრულყოფილად, თითქოს ნეგატიური ზეგავლენა არასდროს არ იყო, არ არსებობდა. არ იქნება სიკვდილი ავადმყოფობისგან და სიბერისგან. ადამიანები შექმნიან ოჯახებს, ესე იგი, გააჩენენ შვილებს
მეხუთე პლანეტა დედამიწის განვითარდება როგორც galaktikuri ცივილიზაცია. ჩვენი პლანეტა იმატებდეს იქნება ზომაში, როგორც ეს ხდებოდა მის დაბადების მომენტში. დედამიწა ოდესღაც იყო სუპერ დედამიწა, ცნობილი როგორც ტიამატი. galaktikuri ომების გამო, რომლებიც აქ მოხდა, ჩვენ ზის სისტემაში 3 მილიონი წლის უკან ტიამატის ნაწილი გადაიქცა ასტეროიდის სარტყელში. სხვა ნაწილი გახდა ჩვენი დღევანდელი დედამიწა, ამიტომ ის შედარებით პატარაა, მაგრამ მალე ისე მოიმატებს ზომაში, ხო და ეს ახსნის იმას, თუ ჩვენ, როდესაც დედამიწა მოიმატებს, რატომ ვიქნებით უფრო მაღლები. დედამიწის მომატებასთან ერთად ჩვენც მომატებდით იქნება სიმაღლეში. ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცოდით ფიზიკაზე, თავდაყირად დადგება. ხალხი შეუერთდება თავის ახლობლებს, რომლებმაც წლების წინ დატოვეს დედამიწა, გასახლებიდან გამოვიდნენ, ანუ გარდაიცვალენ, მათ სულებს შეუერთდებიან ახალ მიწაზე. ბევრი მეკითხებაო, ნახავო თუ არა მე ჩემ გარდაცვლილ ნათესავებსო, ადამიანები ნახავენ თავის წასულ ახლობლებს, სულებს, ეს გაგეცინებათ. ყველა სულები იცნობდნენ იქნება ერთმანეთს, ოჯახის წევრები, მტრები ემახსოვრებათ ერთმანეთი. ჩვენ გვექნება სრული ცდომა აკაშის ქრონიკის მიმართ და ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი წარსული ცხოვრების ნახვას, როგორც კინოლენტას, ან დედამიწის ისტორიის რაღაც მომენტს. 50-იან წლებში აქ იგულისხმება 2050-იანი წლები. დედამიწაზე მოხდებაო მოკლე ვადიანი გადასვლა როგორ გითხრათ, არ იქნება ქაღალდის ფულები, იქნება ციფრული ფული. ყევეს იმუშავებს მხოლოდ მეოთხე განზომილებაში, ამიტომ 50-იან წლებში, 2050-იან წლებში ჩვენო დაუბრუნდებითო ყველაზე უბრალო სისტემას, ვაჭრობის სისტემას, სადაც ხდება გადაცვლა. და ადამიანები იმუშავებენ იმისთვის, რომ უფრო მეც მიაღწიონ. მრავალი ადამიანი დაიწყებს თავისი ხობი. მრავალ ადამიანს ექნება თავისი ხობი, საინტერესო რაღაც საქმიანობა, რაც მას ბედნიერებას მოუტანს და განავითარებს ახალ ტალანტებს. ის ეპოქა, როდესაც მუშაობდით 9-დან 5 საათამდე, რომელიც ჩამოგავდა მონობას, დამთავრდება. ადამიანებს ექნება ცდომა ახალი ტექნოლოგიების მიმართ, დედამიწის ზედაპირზე, იმისთვის რომ დაიკმაყოფილონ ყველა თავიანთი მოთხოვნილებები. პრობლემები იქნება გადალახული ტრანსპორტის, სწავლის სფეროში და განათლების და დროტარების სფეროში. იქნება გაუმჯობესება. კი, ჩვენ ძველებურად გადავიღებთ ფილმებს, მაგრამ ისინი იქნება სხვანაირი. ეს იქნება სულ სხვა ფილმი. უფრო გამაცნობიერებელი ფილმები. ჩვენ ვისწავლით კრისტალების, როგორ გითხრათ, ხმარებას, აღვანდგეთ ურთიერთობას ამ კრისტალებთან, რაც ეხებაო კოსმოსურ მოგზაურობებს. ახალ დედამიწაზეო. ხალხი მთელ სამყაროში მოგზაურებენო, როგორც galaktikuri ალიანსის უმცროსი წევრები. ხო, დედამიწას მიიღებენ galaktikuri ალიანსში, იქნება ახალი სკოლები, სადაც ვასკალური სტუმრები გააზიარებენ თავის მიღწევებს ბევრ საგნებში. განათლების ძველი სისტემა მიატოვებს არსებობას და მის ადგილზე გაჩნდება ახალი პლანეტარული, galaktikuri ახალი სისტემა სწავლის. იქნება მუსიკის და ხელოვნების ახალი ფორმები, რომლის მუზები იქნება არამეტიერი კულტურა. კოსმოსური მოგზაურობა იქნება უფრო გავრცელებული, როდესაც ყველა შეეჩვევა ახალ სიხშირეებს და ყველას გაუაქტიურდება მრავალგანზომილიანი დნმ. დიახ, არ მოგესმათ, ყველას გაუაქტიურდება მრავალგანზომილებიანი დნმ. იმათ კი, ვისაც ექნება სურვილი თავისი ცნობები გააფართოვოს, ექნება არჩევანი. მოდით ვისაუბროთო ჯანმრთელობაზე, ახალ მიწაზე.
ამომწყობა და სიკვდილი არ იქნება, მაგრამ ხალხი მაინც ცხოვრობდეს იქნება ჯანმრთელი წესით. საკვები იქნება იდეალური, ახალ მიწაზე, დედამიწაზე ხალხი ძველებურად გააგრძელებს ჭამას, მაგრამ ისე როგორც ახლა ჭამენ უზომოდ, უნორმოდ, მასე არ იქნება, მაგრამ ვისაც მოუვა ბევრი ჭამა, ისინი დაუბრუნდებიან ნორმალურ კვებას და პატარა ლუკვით დაკმაყოფილდება. ახალ დედამიწაზე ხალხი ძველებურად შეჭამენ, დალევენ, მაგრამ მათი სხეულები არ დაიტანჯებიან ისე, როგორც იტანჯებიან ახლა. რადგან მედიცინა იქნება მაღალ დონეზე. მკურნალობა იქნება კომპლექსური. წამლები მზადდებოდეს იქნება ლამაზი მცენარეებისგან და ყვავილებისგან, რომლებიც არ იქნებიან დასრული ტოქსინებით. ყვავილები და ბოსტნეული გამოიყურებოდეს იქნება ისე, როგორც საჭიროა და მათში იქნება ყველაფერი ის ვიტამინების კომპლექსი მიკროელემენტებისა და მაკროელემენტისა, რომელიც საჭიროა, რომ ორგანიზმი დააკმაყოფილო. ისინი გავლენ იქნება ცივილიზაციას პირველი და მეორე ტიპის, რომლებიც მე აღწერე კურსში კოსმოსური წარმოშობა, სადაც ჩვენი ყვავილები არის ნესვი ზომის, წყალი იქნება სუფთა და უსაფრთხო დასალევად. წყალი შეიძლება მოიმარაგო წყაროებიდან და რა უნარი იქნება ადამიანებს ახალ დედამიწაზე. Будут физически молоды и здоровы. ახალი უნარები გამოვლინდება სისწრაფით, ყველა იქნება ჯანმრთელი, ახალგაზრდა. ჩვენ გვექნება კრისტალური სისტემის ესე იგი, ჩვენი სისხლი იქნება კრისტალური, ჩვენ შევძლებთ ფრენას, ტელეპორტაციას, ტელეპათიას, ყველას გამოუვლინდება ახალი ტალანტები და ინტერესები. ვარსკვლავური თესლები უფრო დაემსგავსებიან თავიანთ მაღალ მეს, აქტურიანელები დაემსგავსებიან ნამდვილ აქტურიანელებს, თქვენი კანი გახდება მოლურჯო, ყურები შევიწროებული, სირიანელები დაემსგავსებიან უკვე ნამდვილ სირიანელებს, თქვენი ტვინი გაიზრდება ზომაში და თქვენ უფრო დაემსგავსებით პილარდინელებს. Кубиков пресса. თქვენ გექნებათ რელიეფური მუსკულატურა და პრესის 6 კუბიკი, ის ვინც გადაწყვეტავს დარჩეს ახალ დედამიწაზე. სანამ არ გადაწყვეტავენ სახლში დაბრუნებას. ეს თქვენზეა დამოკიდებული. ხო, თუ მომდებათ თავისი სხეულის დატოვება, შეუძლიათ ამის გაკეთება. ახლა ვილაპარაკოთ ცხოველებზეო, რადგან მეკითხებიანო თუ რა დაემართებაო ცხოველებს. როგორც ისაიას წინასამეტყველის წიგნში წერია ვეფხვი დაწვება ბატკანის გვერდით და ჩვენი ბავშვი ატარებდეს იქნება მათ. არ იქნება იმის საჭიროება, რომ ჭამოთ ცხოველის ხორცი და ცხოველებს და ადამიანებს შორის ჩამოყალიბდება მშვიდობა. Не испытывая страха. ცხოველებს არ იქნება შიში ადამიანების წინაშე და ადამიანები და ცხოველები გვერდით მშვიდად ივლიან ქუჩებში. ადამიანებს არ იქნება ცურვილი მოკლონ და ჭამონ ცხოველები. ხო, მე მინდა დავამატო ნაწყვეტი ბორევის წიგნიდან, სანამ აერიოდა და დაერიოდა ყველაფერი, იმ მომენტში, როდესაც ატლანტები იმ პერიოდში, როდესაც ყველაფერი იყო დალაგებული, ატლანტებს და ცხოველებს შორის იყო მშვიდობა, მაშინ არ ჭამდნენ ხორცს და ამ ცხოველების გადაჭიშება მოხდა, როდესაც ყველაფერი დაერია. ცხოველები არ იყო მანამდე აგრესიულები და როდესაც მე არ მახსოვს ახლა ზუსტად იქ რა მოხდა, ცხოველები გახდნენ აგრესიულები, დაიწყნენ ადამიანებზე თავდასხმა და ადამიანების ჭამა, როდესაც სანამ ადამიანები იყვნენ მშვიდები და სანამ ადამიანების სულში იყო სიმშვიდე და ჰარმონია, ცხოველის სულშიც იყო ჰარმონია, მაგრამ როგორც კი ადამიანების სულში დაიწყო ეს ჰარმონია
და გაქრა სიყვარული და ადამიანები გახდნენ აგრესიულები. ეს ადამიანების ეს ნეგატიური ვიბრაცია გადავიდა ცხოველების გახდნენ იმდაგვარი აგრესიულები. და იქ დროიდან დაიწყო ცხოველების მიერ ადამიანების ხორცის ჭამა და ერთმანეთის ჭამა. ეს ამ ვიდეოს ვერ შეამოკლებ, ისეთი გრძელი ვიდეოა. ძალიან საინტერესოდ ყვება ყველაფერს. არა და ყველაფერი საინტერესოა. ამიტომ მე მგონი მე ვერ მოვასწრებ ამ ვიდეოს ატვირთვას მთლიანობაში. მომიწეს ამ ვიდეოს შუაში გაყოფა, შუამდე კი ვარ მისული და მოდით მე აქ შევჩერდები და ხვალ გავაგრძელებ დანარჩენი ვიდეოს გადათარგმნას. რატომ და რამდენი ხანია თარგმნი? ახლა არის საქართველოს დროით 10 უკვლი 10. საჭმელი უნდა მეჭამა 8:30-ზე, მეც ვცდილობ 8 საათამდე ვჭამა საჭმელი, წამალი მაქვს დასალევი. ახლა 10 უკვლი 10. წამოგიდგენთ რამდენი ხანს წამოწოდილი ვიყავი, ადექი 8:30-ისთვის. ხო და თითქმის იმ ხელა ვიდეოა, არაფერი არ მომიჭრია. თითქმის 2 საათი. ხო. წერ ამ ვიდეოს თარგმნი. შეიძლება ცოტათი ნაკლები იყოს, მაგრამ მაინც ამიტომ შევჩერდები ახლა. არა, არ მინდა მოჭრა. იქ ისეთი საინტერესო ყვება, ისეთი ინფორმაციას გვაწვდის ამ ვიდეოს დახმარებით, რომ მე ალბათ ამაზე შევჩერდები და ხვალ გავაგრძელებ. ამას ახლა დღეს ვეატვირთვავ, რომ თქვენ შეძლოთ მოსმენა. ხვალამდე.